ღამემშვიდობის სამეგობრებო, დიდი ხანია აღარ მინახე ხართ, როგორ ხართ? ეხლა 12 საათია 10 წუთი. დღეს სტუმრიანობა მქონდა და ვერ შემოგიერთი დღეს გუშინ გადაღლილი ვიყავი და გადაღლილი ვიყავი? გუშინ სად ვიყავი აღარც მახსოვს ხო? სადაც ვიყავი და ამასობაში გავიგე რომ საქართველოში ძალიან უცნაური ამბები ხდება. საქართველოში ხდება ასეთი ამბები რომ სულ უფრო და უფრო მეტი სიბინძურე გამოდის სინათლის შუქზე, რას გვიკეთებენ, რას გვაჭმევენ, როგორ გვექცევიან, როგორ გვეხუმრებიან, როგორ გვეკაიფებიან, როგორ არ გვინდობენ, როგორ. თქვენი აზრით, ეხლა მე მინდა თქვენი აზრი გავიგო. თქვენი აზრით მეგობრებო, როდესაც ჩვენ გავიგებთ ასეთ საკითხებს, რომ თურმე იწამება ჩვენი არა მხოლოდ საკვები, არამედ ის პროდუქტი, რომელთა საკვები უნდა გამომუშავდეს, აი მაგალითად ძროხამ ჭამოს რაღაცა, ძროხამ მოქცეს რძე მიიღოს ყველი ჭამოთ მერე და აღმოვაჩინოთ რომ ეს ძროხა თურმე დაიღუპა, იმიტომ რომ მან მოწამლული ქათმის კინტლი ჭამა. არა, ნახეთ, სად მიდიან. ქათამს აჭამეს საჭმელი. მოწამლული არა, ანტიბიოტიკებიანი ქათმის კინტლი ჭამა. ქათამს აჭამეს საჭმელი. რაღაცა სანტეზე არის გამახვილებული ყურადღება, მაგრამ იმაზე არ არის გამახვილებული ყურადღება, რომ ეს ქათამი წარმოშობს კვერცხს. ასევე გვაჭმევენ ამოწამლული თუ ანტიბიოტიკების გაჭყებილი ქათმის ხორცს, თუმცა მე ხორცს ნაკლებად ვჭამ ბავშვობიდან და ამაზე არავინ არ საუბრობს. კი, ყველა მოიშინა მაგალითად რძე, ყველი, კეფირი და სმეტანა. მეც ვჭამდი სოფლის ნობათის მაწონს და საშინელება და გული მერე რო ვჭამდი, მე ვთქვი რატო არ მეგემრიელება. მე მახსოვს ბავშვობაში რა გემრიელი იყო სმეტანა ხოლმე და რატომ არ მეგემრიელება ეს სმეტანა, სულ ვფიქრობდი და აი თურმე რატომ არ მეგემრიელება. პირველ რიგში ის რომ ქათმის კინტლით კვებავენ ძროხას, მეორე ის რომ ეს ქათმის კინტლი არის ანტიბიოტიკებით სავსე, ხო? რაღაცა რა. ეხლა რომ ვიფიქროთ ეხლა ჩვენ იმაზე თუ რა შეიძლება იკვებოს, რა შეიძლება ჭამოს ადამიანმა, რით შეიძლება იკვებოს ადამიანი. აღმოჩნდება რომ საბოლოო ჯამში ისევ და ისევ ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ მიწას, ჩვენ თვითონ უნდა მოვიყვანოთ საკვები, რომ დაზუსტებით ვიცოდეთ, არის თუ არა კიტრი, პამიდორი, ყველი თუ ძროხის რძე სანდო. ეხლა რაც შეეხება მეორე საკითხი მეგობრებო რა. წყალი, საკვები და ჰაერი. ყველაფერი მოწამლულია. ჩვენ გვიკვირს, როდესაც ბავშვებს უჩნდებათ, ესე იგი, სიმსივნური დაავადება, ამის მერე რაც საქართველოში გავიგეთ, რომ ესე იგი წყალიც, ჰაერიც და საკვებიც იწამლება და ამას ემატება კიდე საკითხი, რომ კიდევ უფრო დამატებით შხამს ვამატებთ ბავშვებს, ეს არის შაქარი და კამფეტი, ნამცხვარი და კექსები, სნიკერსები და ტვიქსები. ეს ყველაფერი მეგობრებო, ჩვენ გვგონია რომ მავნე არ არის, მაგრამ ჩვენ გვგონია რომ მავნე არ არის. საქმეც იმაშია რომ ეს ყველაზე მავნე ნივთიერებებია, რაც კი შეიძლება ბავშვს გავუკეთოთ. შაქარი, ნამცხვარი, პეჩენია, სნიკერსები. იმ ყველაფერთან ერთად, ყველაფერ შხამთან ერთად, როგორ შხამსაც გვაჭმევენ ჩვენ დღეს. და არა მხოლოდ დღეს. მეორე ის რომ მეორე თუ მესამე თუ მეოთხე, ყოველ შემთხვევაში
ჩვენ ძალიან დიდი ყურადღება გვმართებს იმასთან დაკავშირებით, როგორ რამხელა დროს ვათმობინებთ ბავშვებს გაჯეტებს. ყველა აგრესია, რომელიც ბავშვში არის გამოწვეული, ასევე ადამიანებში. აი ხა დღეს სტუმრიანობა რო გქონდა, ერთ-ერთმა სტუმარმა მოგვიყვა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი არის აგრესიული, ადვილად აგრესიული ხდება, ხო? Ну, ამ ადამიანს აქვს გარემოსთან კავშირი, ხალხთან კავშირი და ну, იცის ინფორმაცია აქვს, რომ ძალიან იოლად ადამიანი ღიზიანდება. საიდან მოდის ეს გაღიზიანება? კი, გასაგებია, რომ ყველა უკვე თითქმის ყველა ეზოთერიკი, ასტროლოგი და მცოდნე ამ სამყაროს სიხშირეებით დაკავებული ვინც არის, ალაპარაკდა, რომ სამყაროს სიხშირეები მაღალ სიხშირეებზე ადის და ჩვენი არსი ვერ უძლებს ამას და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ ეს არ არის მაგაზე დამოკიდებული, მეგობრებო. ეს დამოკიდებულია იმ ზღვა ინფორმაციაზე, რომელიც ზღვა ინფორმაციაც ადამიანს მიეწოდება ყოველდღიური სახით, რეკლამებით, სოციალური ქსელებით, თუ სხვადასხვა სოციალური მედიის გადმოცემით. ამხელა ინფორმაციას ადამიანი სულიერად ვეღარ უძლებს. და ეს რა თქმა უნდა ზღვარი, როდესაც აი ხო მოთმინება ითმენ რომ შეგელახება და ზღვარიც რო გადასცდება და დაიწყებ ყვირილს, აი ესეთი მომენტია ჩვენმა სხეულმა, გონება, მენტალურმა, ასტრალურმა, ფიზიკურმა, ყველანაირმა, რაც კი სხეული გავგაჩნია, ითმინა და საბოლოო ჯამში დაიწყო კივილი. იმიტომ რომ ზღვარს გადავწდით. ერთი წუთით ნაპერწკალი წერს კატამ თაგვი, თაგვმა მიწა, მიწამ ჟანგი, ჟანგმა თოფი, თოფმა მგელი, მგელმა თხა, თხამ ვენახი შეჭამა. ვინ არის დამნაშავე ბოლოს და ბოლოს? ის, ვინც ჭამს. თხა არის დამნაშავე, რომელმაც შეჭამა ვენახი. და არა მხოლოდ ყველა ის ადამიანი არის დამნაშავე, ვინც ხელს უწყობს. ეხლა ნახეთ, თქვენ რა ვითარებაში ჩაგვაგდებს არ იცით, ხო? აი მაგალითად, ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ მოწევა კლავს. მაგრამ მაინც ეწევა, იმიტომ რომ დამოკიდებული გახდა. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ შაქარი კლავს. მაგრამ მაინც ჭამს, იმიტომ რომ დამოკიდებული გახდა. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ალკოჰოლი კლავს. მაგრამ ზოგიერთი ადამიანი მაინც სვავს ალკოჰოლს, იმიტომ რომ დამოკიდებულია. ნებისმიერმა ადამიანმა იცის, რომ ნარკოტიკი კლავს. მაგრამ ნარკოდამოკიდებულები მაინც იღებენ ნარკოტიკს, იმიტომ რომ რატომ? დამოკიდებულები არიან. და ეხლა ნახეთ რა გაგვიკეთეს, მეგობრებო. ეხლა გაიყოფა საზოგადოება მწყნერი ჭამია და არა მწყნერი ჭამიად. რატომ იცით, მეგობრებო? უკაცრავად ამ სიტყვაზე, მაგრამ პირდაპირ გაგებით გიგვითხრეს, რომ მწყნერს გაჭმევდითო რა. და ეხლა ადამიანები, რომლებიც დაიკიდებენ და გაატარებენ ამ საკითხს, მე იცი რა, მე რა მოხდა, მიყვარს სანტესია თუ გუდვილის თუ აგროჰაბის თუ რა ქვია მაგას, სოფლის ნობათის სმეტანა მაინც მიყვარს და მაინც შევჭამ მე რა. ანუ ნახე ეხლა როგორც სიგარეტზე დამოკიდებული გახადეს ხალხი და იცის რომ სიგარეტი კლავს, მაგრამ მაინც ჭამს, ასევე გახადეს დამოკიდებული ამ სმეტანებზე, რძეზე, სკინტლით დამზადებულ ყველა ამ პროდუქტზე და ეს ხალხი გახდება ზუსტად იგივენაირად დამოკიდებული, რასაც ქვია, როგორც არიან ნარკომანები, როგორც არიან მუცელთმოყვარეები, როგორც არიან
სიგარეტზე დამოკიდებული ხალხი და დამოკიდებული გახადა სხვებით. რა თქმა უნდა, ვიცით რომ სკინტრით დამზადებული რცეა, მაგრამ მაინც სმეტანაა თუ კარაქია, მაგრამ მაინც შეგვაჭმევენ და ზუსტად მან დაგვრცინიან მეგობრებო რა, მწყნერის გაჭამეთო ხო? ხო და ჩვენ კიდე დავიწყებთ გაყოფას სუფთები და არასუფთები. აი მაგალითად სუფთა ის ვინც ნარკოტიკს არ იკეთებს, სუფთა ის ვინც არ ეწევა, სუფთა ის ვინც ის გადაყოფა ხო დაიწყო ამ მხრივ. ასევე საკვებზე დაიწყება გადაყოფა. სუფთა ვინც ის ხორცს არ ჭამს, როგორც იუდეველებში არის ვინც ღორის ხორცს ჭამს და მუსულმანებში ის არ არის სუფთა, ის უწმინდურია. და ვინც არ ჭამს ღორის ხორცს, ის სუფთაა. აბა, მაშ? ხო და ხედავთ თქვენ ხომ, ანუ როგორ აი ეს ამბავი დაახლოებით 20 წელში არავის აღარ ეცოდინება და უბრალოდ იქნებიან ის ადამიანები, ვისაც ჩარჩათ ეს და გაიაზრეს რეალურად რა მოხდა, გაიაზრეს რეალურად მწყნერს აჭმევდნენ და მწყნერს აღარ შეჭამენ და ის ადამიანები, ვინც გაატარებენ ამ ყველაფერზე დაიკიდებენ, ისინი გახდებიან მწყნერი ჭამიები. ისევე როგორც დამოკიდებულები არიან ალკოჰოლზე, იმებს ლოთებს ეძახიან, ისევე როგორც ნარკომანებს ეძახიან და ასე შემდეგ დაყოფილი ხო არის საზოგადოება. ასევე დამოკიდებული ერთ-ერთი დამოკიდებულება გექნება შენ მოწამულ საკვებზე, რომელთაც გეტყვიან რომ აი აქ მწყნერი ურევია, მაგრამ შენ მაინც შეჭამ. იმიტომ რომ შენ ჩემს მფლობელობაში ხარ, მე შენ დამოკიდებული გაგხადე. ისე როგორც შაქარზე გაგხადე დამოკიდებული და შენ გონია რომ ჭიქაში რომ 6 კოვს შაქარს ჩაიყრი, ეს შენთვის სასარგებლოა. არა და პირდაპირ შენში მძრომიალე ჭიაღუებს კვება. ხო იმ ჰელმინითებს, რომლებიც შენში დაცოცავენ. არ იცოდი ხო, არ იცოდი რა თქმა უნდა, ჩვენ ბევრი რამე არ ვიცით, იმიტომ რომ როგორც გვეტყვის მედია, როგორც დაგვაპროგრამებს, ისე პროგრამდებით და იმის იქით აღარ გვინდა გახედვა, იმიტომ რომ ეს ექიმა უკეთესად იცის. მიხვალ ექიმთან და დაგაზიანებს. მე რა რომ დაგაზიანებს, ვინ მოკითხავს, რომ მოხდა შეცდომა მოხდა და ასეთი შეცდომებით უამრავი ადამიანი იხოცება. ექიმის არასწორი დიაგნოზით ადამიანი მოკვდა. ვინ უჩივის? არც არავის აქვს მაგის ძალა, რომ ვინმე ექიმს უჩივლოს. რატომ? იმიტომ რომ ის სისტემაა, ისევე არც არავის არა აქვს იმის ძალა, რომ ეკლესიიდან მამათმავლები და პედოფილები გამოყაროს. რატომ? იმიტომ რომ სისტემას უნდა შეებრძოლოს და მაგის ძალა არავის არ აქვს. რატომ არ აქვს ძალა? იმიტომ რომ მწყნერს აჭმევენ მეგობრებო. აი კატამ თაგვი თაგვმა მიწამ ჟანგი ჟანგმა თოფმა მგელი მგელმა დღა ვენახი შეჭამა ნაპერწკალი ძალიან კარგი მაგალითი მოიყვანე. იმიტომ რომ მწყნერი გვაჭამეს მეგობრებო. ეხლა არ მითხრათ რომ მე არ მიჭამია სანტეს მაწონი. ან მე არ მიჭამია ქათამი, მე არ მიჭამია არც ვეგანი ხარ, არც ვეგეტარიანელი, ასე რომ ხარ მწყნერი ჭამია. მეც მოჭამეს წყნერი როგორც გამოჩნდა. დიახ, თქვენნაირად. მე რაღაც განსაკუთრებული კი არ ვარ, ვიღაცებს რომ შურთ, აჰა, უკვე წმინდანი ხარ და ცაში გაფრინდიო რომ მეუბნებიან. მე მეთქვი აქედან რომ ცაში არა, იქიდან ჩამოფრინდი აქ, რომ აქ ვიყო და ცაში როცა გავფრინდები, მაშინ ვიქნები ცაში, მაგრამ მე იქ ვარ, სადაც მამა და სად არის მამა? იქ სადაც ქრისტეა და სად არის ქრისტე? იქ სადაც შენ ხარ. და შენ თუ არ იცი რომ ქრისტე შენთან არის, მაშინ ადვილად შეგაწმევენ წყნერს. კი. და შენ პროტესტიც არ გაგიჩნდება იმის წინააღმდეგ, რომ წყნერი გაჭამეს. იტყვი ერთი მაგისაცო, რა მე რა შემიძლია რომ გავაპროტესტო? თქვათ გავაპროტესტეთ, აბა თქვენი აზრით რანაირი პროტესტია საჭირო? აღარ ვიყიდოთ. რომ მოგშვიდება, რა ვჭამოთ?
ქათმის ხორცი თუ არ შევჭამეთ, სანტეს მაწონი თუ არ შევჭამეთ, სოფლის ნობათის მაწონი, თან სოფლის ნობათის მაწონს ჭამდით ჩვენ, მაწონს, სმეტანას. ფუფ. აღარ შევჭამთ? თქვენ გონიათ, რომ დიდხანს გაძლევს ეს პროტესტი? სულ რაღაც ერთ თვეში დაგავიწყდებათ ისევე, როგორც დაგავიწყდეთ აცრებზე, რომ მაგარი დაგასიაფანდეს. ხო, აცრებსაც დაგვავიწყდა, რომ ერთმანეთს კინაღამ დავერიეთ და ვჭამდით, რომ შენ საშიში ხარ ჩემთვის, რომ არ აცრი ხარ. თურმე ის ხალხი ყოფილა საშიში, ვინც აიცრა და სპეციალურად შეყვანილი ვირუსით სდებდნენ სხვებს ვირუსს. რას ვიზავთ? პირიქით გამოგვიტრიალეს რეალობა და გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენ, ვინც არაუცილებლად ყოფილვართ საშიშები, ყველას ეშინოდა აუცრელების, თუმცა აცრილები ყოფილან საშიშები. ყველას დაავიწყდა, ვინ მოკითხა, ვინ გამდიდრდა, ვინც გამდიდრდა ის დაიჭირეს, რო დაიჭირეს ჩვენ რა? ამით გული მოვიფხანეთ? მსოფლიო მასშტაბით დიდი გაყალბება წავიდა და ბოლოს დაგვცინეს, ბოლოს ისიც გვითხრეს, რომ თურმე მსოფლიო ორგანიზაციები, როგორც არის ჯანო, მოატყუა რომელიღაც ორგანიზაციამ და გააცრუა, ისე რომ არ იცოდნენ ამის შესახებ. რა კარგად დავიჯერეთ შენც. ხო და ეხლაც გვაჯერებენ, რომ თურმე 15 წლის განმავლობაში არც ერთი დრო ხარ მომკვდარა ქათმის კინტლის ჭამით. მხოლოდ ეხლა მოკვდნენ. ეხლა გავიგეთ ეთყობა, ხო? რატომ ნეტა? რამის ხო არ აპირებენ? მთლიანად მობეზრდათ ეს ფერმერობა და სხვა რაღაცაზე გადასვლას ხომ არ აპირებენ, მაგალითად ბიტკოინები და რაღაც ესეთი ციფრული ფულები იყიდეს და იმით გამდიდრდნენ. ეხლა უბრალოდ ხორცისა და სკინტლის ჭამებით, ძროხის სკინტლის კვებით მობეზრდათ ეს ცხოვრება და დასრულება სჭირდებათ და ალბათ მაგიტომაც გაგვანდეს ბოლოს, რომ წყნერს გაჭმევდით ამდენ ხანს. ხო და ეხლა დაასრულებენ მაგ საკითხს და თვითონაც ეხლა ერთხელ მოდიან ამ ცხოვრებაში და სულ ყოველთვის მთელი ცხოვრება იმით ხوار გაატარებენ და ფულს იმით ხوار გამოიმუშავებენ, რომ ძროხებს სკინტლი აჭამონ და მერე ისრძე ჩვენ მობეზრდათ. ეგ დრო წავიდაო, თვითონაც კარგად იციან, რომ ყველაფერი უკვე სახეს იცვლის და ეგ დიდი ხნის მანძილზე აღარ გაგრძელდება მაგათი ფულის გამომუშავება ამ გზით. მაგრამ სინდისის ქენჩნა მაინც სადღაც აწუხებდათ და ბოლოს მაინც გაგვანდეს, რომ თქვენ თურმე ყოფილხართ წყნარი ჭამიებიო. საბოლოო ჯამში ადამიანებმა მხოლოდ პროტესტი ვიდეოებით გამოთქვეს, დაიჭირეს ბოთლები და ჩაყარეს ნაგავში. იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს თითო კაცი ქუდზე თუ როგორც იტყვიან და დადგეს და პროტესტის ნიშნად თქვას, თქვენ როგორ გაგვიბედეთ ეს? არა, მაგისთვის ჯერ ფული არ გადაუხდიათ, მაგრამ ეგეც მოხდება. გადაიხდიან ფულებს, გამოიყვანენ ხალხს, დააყენებენ რუსთაველზე და აყვირებენ წყნერი როგორ გვაჭამეთო. მაგრამ ეხლა რაღაც სხვა მიდის, ნეტა რა მიდის, რა თამაშები მიდის, თუ გიფიქრიათ მაგაზე. საინტერესო დროში ვცხოვრობთ, ძალიან საინტერესო დროში. გონიერება მნიშვნელოვანია. ბოლო ჟამს ყველას მოატყუებს ასია ნათქვამი და მართლაც ყველას ვატყუებთ. მედიცინა იტყუება, სურსათი იტყუება, ქართველი იტყუება, ურია იტყუება, სომეხი იტყუება
დასავლელი იტყუება, ყველა იტყუება. მე მგონი ტყუილი ძალიან მოდაშია. დაჟე დედაშვილს ატყუებს, შვილი დედას. ფსიქოლოგი თავის პაციენტს, პაციენტი ფსიქოლოგს. და ვინ იცის კიდე რა თამაშებს ვითამაშენ? აპყობო თამაში. გუშინ შახმატი ვეთამაშე ჩემს მეუღლეს. პირველი ხელი მომიგო, მეორე ხელი მე მოუგე. გუშინ ვისწავლე შახმატი. გილოცავთ მეგობრებო. გახსოვთ რომ მე ხვეწებოდით შახმატი ისწავლაო. ძალიან მაგარი თამაში ყოფილა შახმატი. იცით რატო მეგობრებო? ყურადღებას მოითხოვს. ბევრ ფიქრს მოითხოვს და გონების გავარჯიშებას. ხო, ის რაც გვაკლია დღეს. თუმცა მე არ მაკლია და ამიტომაც ერთი ხელი წავაგე, მეორე მოვიგე. პირველი ხელი რომელშიც სწავლობდი, ის წავაგე. მეორე ხელი უკვე მოვიგე. ხელი, აპროპო ხელი. ხელი მწიფე. აბა მანახე შენი ხელი მწიფეა? მაშინ ხარ ხელმწიფე. თუ არ არის მწიფე ხელი, მაშინ არ ხარ ხელმწიფე და როგორ გავიგოთ მაინც რა არის ხელი მწიფე? აბა დაიხედე ხელზე, გასწავლი ერთ მაგალითს. დაიხედე ხელზე და დიდად წერია ემი. ხედავ შენს ხელზე ლათინურ ასობგერა ემს. თუ შენს ხელზე ლათინურ ასობგერა ემს აღმოიკითხავ, ესე იგი შენ რჩეული ხარ, მისიონერი ხარ, რჩეულთა მისიონერი ხარ. ხო, მე მაგალითად ვარ. აბა მაინტერესებს შენ თუ ხარ. დამიწერე, კი, ამოვიკითხე ემი ვარ. ან საერთოდ აზიან ვარ ასლაპარაკობ, ან დაწერე ვერ დავინახე ვერსად ჩემს ხელზე ემი. და კიდევ ერთ რამეს გასწავლით მეგობრებო, სიყვარულს უკავშირდება. ეს ალბათ ყველას გაინტერესებთ. გულის ხაზი იცით სად არის, ხო? აი ამ მონაკვეთში. მოდი ახლა გაჩვენებთ, ეცა. ახლა გაჩვენებთ. აი ამ მონაკვეთში, აი აქ. კალამი თუ არის, ნახო. ბავშვების ისინი დავყარე. აი აქ, ნახეთ. აი ამ მონაკვეთში. აი აქ. აი აქ უნდა ესვას ჯვარი. აი ამ ხაზსა და ამ ხაზს შორის. თუ მანდ ჯვარი გაქვთ დასმული, მაშინ თქვენ ხართ ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული. თქვენ ცხოვრებაში შეხვდებით სიყვარულს, რომელიც იქნება დაუვიწყარი. აი რასაც იძახიან twin flame-ების შეხვედრას. და მაინც რა არის twin flame-ების შეხვედრა, თუ ვინმე საინტერესებს, გადადით YouTube არხზე, ჩემს YouTube არხზე, ამას ქვია Liquid Dogma თამარის ლაივი და ნახავთ რომ იქ ყველა ვიდეო რაც კი Facebook-ზე ჩამიწერია, იქ მაქვს ატვირთული. და სხვათა შორის მინდა გითხრათ, რომ ეხლა ახალი რეგულაცია აქვს Facebook-ს. აი ამ ჩაწერილ ლაივს მხოლოდ ერთი თვე გააჩერებს და შემდეგ წაშლის. ამიტომ მე ჩემს ყველა ლაივს ვტვირთავ და შემდეგ ამაქვს YouTube-ზე. და ყველა ლაივი ჩემი უმაგრესი და უნიჭიერესი ლაივები, რომლებიც მაქვს აი ისეთი ლაივები, რომლებიც მართლა ყველას სულზე ედება მალამოდ, ხომ? გარდა დაბალ ვიბრაციულებისა. ის ლაივები შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ დროს გაორმაგებული სიხშირით. ანუ თუ კი 1 საათიანია ვიდეო, ნახევარ საათში შეგიძლიათ ის მოისმინოთ.
Facebook-ზე ამას ყოველთვის არ აქვს ხოლმე ეგ მონაცემი. თქვენ ხომ არ მოგიწერიათ? ხო, მოგიწერიათ. ვიცინო თუ ვიბღავლო, აღარ ვიცი, წერს ნაბეწკალი. ქრისტე სადღაც ამბობს ნერვიულობით, ვერაფერს შეცვლითო, ხო და შეიძლება ხუმრობას ჯობდეს. ჯობია დავცინოთ ჩვენს თავს, ვიდრე ვინერვიულოთ ჩვენზე. ნაბეწკალი, გენიალური წინადადებები გიწერია დღეს. რატომღაც დღეს ძალიან მომწონს შენი აქტივობა. ასე რომ თამაშ სიცილით უნდა გავიდეთ ბოლოში და მოვიგოთ და ვთქვათ შახმატ თამაში. თვალები მოხუჭება ეთყობა, ძალიან დაღლილები ხართ და თქვენ ენერგეტიკას გრძნობა, აქაც კი და იმიტომ თვალებს ძლივს ვახელ, ძლივს ვახელ, ეს ლამის არის, ხელები დავიდო და ესეთ გიყუროთ. ხუმარა ვარ მეგობრებო. პირადში გაცნობილი ადამიანები მეუბნებიან, იცი რაო, შენ რომ გაგიცნობს ადამიანი პირადშიო, ანუ ლაივშიო, ხო? სულ სხვანაირი ხარ, ვიდრე ლაივში, როცა გიყურებს ადამიანიო. მეთქი რას ხედავ სხვანაირს ვკითხე და იქ უფრო გრობი ჩანხარ და უფრო ესეთი ჩანხარო, რაღაცნაირი სასტიკიო და პირადად რომ ზივარ შენთანო, წასვლა არ მინდებაო და ამას საუბრობთ, ესე იგი ამ ბოლო დროს ადამიანები, რომლებიც დაახლოებით 6 საათის განმავლობაში ვლაპარაკობთ და არ ჩერდებით და მაინც ვლაპარაკობთ და არ ჩერდებით და დრო არ გვყოფნის კიდე. ვერ მომასწარით საუბარი. ასეთი ამბებიც ხდება ხოლმე ჩემთან და ასეთი ადამიანები, რომლებიც ჩემს გვერდში ჯდომით სიამოვნებას იღებენ და ნეტა რაებაში არიან. უკაცრავად. სწორედ ესეთი ადამიანებისგან მესმის, რომ ლაივში თურმე სულ სხვანაირი ჩანვარ, ვიდრე პირად ლაივში. ალბათ მეტი უნდა ვიცინო, მეგობრებო. ცოტა შეგაშინეთ შემი სტროგი ხოჟიათით, იგის თითის დაქნევით, იგივით და საბოლოო ჯამში ყველას სურს მხოლოდ უნტარჰალტუნგ, ესე იგი ყველას სურს იმის მოსმენა, რაც ყურს სიამოვნებს, ვისაც ყურში ცუდად ხვდება ჩემი სიტყვა, მას გაზრდა არ სურს. ეშმაკს არ უყვარს ხუმრობაო ნათქვამია, ხო და ბევრი ვიხუმროთ, მიყვარს ნერვებს რომ ვუშვი. სუპერ, იმიტომ არ უყვარს ნაბეწკალი ხუმრობა, ბოროტს, რომ ხუმრობით და სიცილით განიკურნება აბსოლუტურად ყველაფერი, შენი ჯანსაღი, ჯანსაღი აი ენა მეკლა, შენი სხეული ჯანსაღდება და შენი სულიერება უფრო და უფრო მაღლა მიიწევს, მაღალ სიხშირეებზე ადის. დიახაც უნდა ვიცინოთ, მეტი უნდა ვიცინოთ. დღეს საინტერესო სტუმარი მყავდა, რომელსაც ძალიან სურს ხოლმე იმის მოსმენა, რომ მოისმინოს ჩემგან ვინ ვარ მე და ყოველთვის ეუბნები, მე ვარ მეცხრეცის ლურჯთვალება მზე ვინ არის დედაქალი. და ეს ძალიან უყვარს ასეთ ადამიანს და სხვათა შორის ჩარჩოებში მოქცეული ადამიანი ყოველთვის ცდილობს, რომ უფრო მეტად მოიქციოს ჩარჩოში თავი და მე კიდევ ცდილობ ხოლმე აქედან რომ გავათავისუფლო ადამიანები. ამიტომ მეცხრეცის ლურჯთვალება მზე ვინ არის დედაქალი არის მხოლოდ და მხოლოდ ხუმრობა, მეგობრებო. ხუმრობა. და ხუმრობაში კიდევ ვიცით, რომ
რაღაცა პროცენტი სიმართლე იმალება. ზიარებაზე რას გვეთქვითო გაუქმდა ამბობს. ჩემი აზრი არ არის მნიშვნელოვანი ესა გაუქმდა. მე რატომ მეკითხებით ეგეთ რაღაცეებს? მე ხომ უმნიშვნელო რაღაცეებზე ვსაუბრობ და რა ვიცი, ზიარებაზე მე რა უნდა გითხრათ, თქვენ თუ არ იცით და ვერ გაგიგიათ დღემდე რა არის ზიარება, მე რომ გითხრათ არც ამით შეიცვლება რამე, ამიტომ ყველამ თავისთვის იცოდეს რა არის ზიარება. მე ვეზიარები ყოველდღიურად იესო ქრისტეს სიტყვას. ანი და ჰორეს. აი ეს არის ჩემთვის ზიარება და შენთვის რა არის ზიარება, ეგ არ ვიცი. და ვიღაცა სხვისთვის რა არის ზიარება, არც ეგ არ ვიცი. მე ვიცი ერთი, ჩემთვის რა არის ზიარება. არა, მეგობრებო, დალეული არ მაქვს, ახლა ერთ-ერთმა გაიფიქრეთ, ვიცი, დალეული მაქვს თუ არა, არა მაქვს დალეული. ისე ერთი ჭიქა რომ დავლიო ხოლმე, უფრო ხუმარა ვარ და გახსნილი ვარ ხოლმე, სხვანაირად. თითებს აღარ გიქნევს და აღარც გემუქრებით. თუმცა არც არასოდეს დაგმუქრები ვარ, ერთადერთხელ დავიცავი ჩემი თავი, როცა ვთქვი რომ ვინც არ გამოიკითხავს იმ საკითხს თუ რატო ვესტუმრე ილია მეორეს და რატომ განკითხე და ჩემზე დაიწყებს ზურგს უკან ლაპარაკს, აი მაშინ გაგაფრთხილეთ რომ კარგი არაფერი დაგემართება თქო და ჩემთან ახლა ვინც გამოიკითხავს პირადად რატო მივედი, რა ვქენი, როგორ ვქენი, იმას არაფერი მოვა, ის კარგად იქნება, ჯანმრთელი იქნება. ნუ ნერვიულობ. ნაბერწკალი წერს ზიარება, ახლა რას ვაკეთებთ? სუპერ, ნაბერწკალი, დღეს მე მგონი ჩემს ვაგივრად ლაპარაკობ იმ სიტყვებს, რაც ჩემი პირით უნდა გამოვიდეს და აი ეს არის ზიარება, მეგობრებო, აი ეს არის ქრისტესთან ზიარება, გისურვებთ ქრისტესთან ზიარებას ყოველწამიერად. ამინ, ამენით იესო ქრისტე. ეხლა კი უნდა დაგემშვიდობოთ, მეგობრებო, მიყვარხართ ძალიან, გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე. ნაბერწკალი, დღეს მაგარი, კარგი კომენტარები დაწერე. უმაგრესი, ანუ კარგი რა არის იცი? უძლიერესი რომ ვთქვათ, ჩავანაცვლოთ, უძლიერესი კომენტარები დაწერე ნაბერწკალი დღეს. შენ მართლა გამაოცე დღეს. მართლა გეუბნები, არ ხუმრობ ახლა. ასე რომ გაკოცეთ, მეგობრებო, წავედით.